მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი ყოფებით აგორას YouTube არხზე. მე ვარ ნიკა და ლუკა ჩემი მეგობარი. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს საინტერესო კონტენტი მოგიმზადეთ ჩვენს YouTube არხზე პირველად. ჩვენ გვექნება დისკუსიები და სხვადასხვა ციკლებს შემოგთავაზებთ დისკუსიებისას. ჩვენ გვექნება 5 სხვადასხვა სადისკუსიო თემა და ჩვენ თუ ვეთანხმებით ამ მოსაზრებებს, მაშინ გამოვიყენებთ ამ ბანერებს და ასევე გვექნება თითო წუთი ორივეს და გაგიზიაროთ ის მოსაზრებები თუ რატომ ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით ამ კონკრეტულ საკითხს. თუ მზად ხარ, ასევე შეგვიძლია დავიწყოთ. მე მზად ვარ. ვიდრე დავიწყებდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქით ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარებში რა ახალ კონტენტს ისურვებდით, მოგწონთ თუ არა ეს კონტენტი და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი თემა გახლავთ სოციალური ქსელები უარყოფით გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. ეთანხმებით თუ არა ლუკა? სათხა. 1 2 3 ოპა. აი, როგორც გითხარით, თეთრი წუთი გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრებები გაგიზიაროთ. ლუკა, ხარ დაიწყებდი რატომ ეთანხმები? დავიწყე. დრო ჩაი. იდეაში ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები მიზნით არ შექმნა, რომ რაღაც უარყოფით გავლენა მოიხდინა საზოგადოებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად საზოგადოებამ შეძლო ისეთი რაღაცა, რომ უარყოფითი გახადა თვითონ სოციალური ქსელი. ანუ ის ადამიანური ცუდი ბანკერებები, რაც გვაქვს ზოგადად ადამიანებს, აი ვფიქრობ, რომ ამ სოციალურ ქსელში ასე ვთქვათ, გაამჟღავნეს, გამოხატეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც პირობითად ვიღაცა თავის აზრს აფიქსირებს სოციალურ ქსელებში, აქედან უფრო მარტივი ხდება კლავიატურებიდან, კომპიუტერებიდან, ტელეფონებიდან შენი აზრის უარყოფით კონტექსტში დაფიქსირება, შეურაცხყოფის მიყენება, იმიტომ რომ იცი რომ არავინ არ შეგეხება და ეს უფრო რაღაცნაირად თავისუფალს ხდის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს სოციალურ ქსელებში რა აქტივობაც არის და რა ტენდენციაც არის. ამჟამად ეგ ძალიან ცუდად აისახა, გააცუდა საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, თვითონ საზოგადოებასთან მიმართებაში და ძალიან ცუდად აისახა მათ ხასიათზე, ემოციებზე და ასე შემდეგ. ზუსტად ჩავედით ისე საერთოდ. მადლობა. და ეხლა ჩემთვის 1 წუთი. საინტერესო იყო ნამდვილად, მინდა გითხრა და მე მინდა ასე დავიწყო იქიდან, რომ ჩვენ წინა გადაცემა ჩავწერეთ მითია თუ რეალობა, რომელსაც შეგიძლიათ ასე გადახვიდეთ და უყუროთ და იქ იყო ერთი ბოლო შეკითხვა, რომ სოციალურ ქსელებში მეტ მილიონს ქმნის ვიდრე უნივერსიტეტები. რეალურად ეს რეალობა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში მეტ მილიონერი შექმნა და მათ შორის ბევრი ადამიანი თავის პროდუქტს ყიდის სოციალურ ქსელებში დახმარებით, როგორც შეიძლება იყოს ეს Facebook-ი, ასევე შეიძლება იყოს TikTok-ი თუ სხვა Instagram-ი და ასევე სხვა სოციალური ქსელები. ასევე ადამიანები, მათ შორის მეც და დარწმუნებული ვარ ლუკაც, YouTube-ის დახმარებით ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლეთ. ამიტომ გავლენის ნაწილზე ძალიან ბალანსდება ჩემი აზრით ეს. და რატომაც ავწია ისე იყო რომ ბოლომდე არც ვეთანხმები, იმიტომ რომ გავლენა რასაც ისაუბრა ლუკამაც ცოტა ხნის რომ კომენტარებმა შორისაც იწერება, რომელიც სუდ გავლენას მოქმედებს სოციუმი კონკრეტულ ადამიანზე, ეს მეც ამასში გეთანხმები აბსოლუტურად ლუკა, უბრალოდ ის შედეგები რასაც შეიძლება რომ მიიღო დადებითი, ეს საკმაოდ ბევრი არის ჩემი აზრით. ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ვფიქრავთ სოციალური ქსელები უარყოფით გავლენას ახდენენ თუ დადებით გავლენას საზოგადოებაზე. შეგვიძლია შემდეგ თემაზე გადავიდეთ. შემდეგი თემა, რომელიც აქტუალური არის ბოლო დღეებია. რას ფიქრობ? სკოლებში უნდა ეცოთ თუ არა ფორმები? ოკეი. 3 2 1 ისევ გაიყო ჩვენი მოსაზრებები. მოდი რაღაცა პირველი შენ დაიწყე, მეორეს მე დავიწყე. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩემი აზრით ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური გამოხატულება და მათ შორის ის რომ სკოლაში ან გარემოში სადაც ის მოძრაობს რას უნდა ჩაიცოს, თვითონ უნდა ირჩიოს ეს კონკრეტული ტანის ამბის. ფორმა ამ ხრივ ადამიანს ერთფორმებაში აქცევს. თან სამყარო რომელიც უკვე ფერები თითქოს დაკარგა, ესეც რაღაცნაირად შემავალი ნაწილი არის ჩემი აზრით. ეს ის რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში აქტუალურად გამოიყენება არა მხოლოდ სკოლაში, არამედ უნივერსიტეტებში და კოლეჯებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეფექტური ან საუკეთესო გამოსავალი არის. რაღაც სხვა ალტერნატივა ყოველთვის ჩემი აზრით მოიძებნება. ფორმა ამავდროულად ადამიანის ინდივიდს ჩაახშობს ჩემი აზრით, მათ შორის ის რომ პირველი კლასსანე უნდა იყოს, მაგრამ ჩემი აზრით ყველა ადამიანის აზრი ყალიბებას იწყებს ჯერ კიდევ პატარაობის ასაკიდან და მაშინ უნდა მიეჩვიოს ადამიანი თავისუფალ და განსხვავებულ აზროვნებას.
ოკეი, შენი პოზიცია გასაგები არის, თუმცა მე ვფიქრობ სხვაგვარად, იმიტომ რომ ზოგადად არსებობენ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში სოციალურად დაუცველი ადამიანები, არსებობს სხვადასხვა გარკვეული ფენები, რომლებიც შედარებით ასე ვთქვათ, განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფინანსური მდგომარეობით და ვფიქრობ, რომ როდესაც სკოლებში არის ისეთი სიტუაცია, რომ ვიღაცას არაცვია ისე როგორც უნდა იცვეს, ან როგორც სხვას აცვია, ან ვიღაცას აცვია სხვაზე უკეთეს, ან უარესად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი და მათ შორის იმ პირველიდან მე-6 კლასამდე როცა ბავშვები დიდად ვერ იაზრებენ თავიანთ საქციელებს, დიდად ვერ აანალიზებენ იმას თუ რა შეიძლება მოყვეს მის სიტყვას, მის საქციელს და მის ქმედებას. შესაბამისად, პირველიდან მე-6 კლასამდე ეს რო არის შეზღუდვა, ეს მომწონს. და იმიტომ რომ მე-6 და მე-7 კლასიდან შეიძლება ადამიანმა, ბავშვმა, ასე ვთქვათ, უკვე ბავშვი ჩამოყალიბდეს ეგ აზრი, რომ განსხვავება არ არსებობს, ყველა ერთია, ყველა ერთნაირად არის და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრი ეს არის, რომ საინტერესოა, მე დამატებით მეკითხა კითხვა შენთან მესმის რომ სოციალური განსხვავებები არსებობს საზოგადოებებში. მაგრამ ეს ხომ არ იქნებოდა თვალის ახვევა იმ რეალობაზე, რომელშიც ცხოვრობთ. უბრალოდ ფორმის არ ჩაცმა, ან ფორმის ჩაცმა, რომ ადამიანები ერთმანეთს გავდნენ, სოციალურად თანასწორები იყვნენ, ეს ხომ არ იქნებოდა თვალის ახვევა და რეალობასთან შეჯახების მაგივრად, უბრალოდ რაღაცა ალტერნატივის მოტყუება საკუთარი თავის. მაგში ხوار აჯობებს, რომ რაღაც კონკრეტული გზა გადაიდგას სახელმწიფოს მიერ, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს და სიღარიბის ქვეშ ყოფ ადამიანებს სხვაგვარი დახმარება გაუწიოთ და ამით გამოიხატოს ის თუნდაც ტოლერანტობა, რაც შეიძლება ეხა ფორმაში გამოიხატებოდეს. შენ ისე ერთი წუთი გექნება ლუკა კითხვაზე პასუხისგებლად თუ შენ გექნება ასე კითხვა შეიძლება დავუბრუნო. ანუ ჯერ იმას ვიტყვი რომ სახელმწიფომ როგორც ვიცი თუ სწორად ინფორმაცია უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ ადამიანების და ოჯახებისთვის ფორმებს საჯარო დაწესებულებაში პირველიდან მე-6 კლასამდე. ანუ სახელმწიფო მაგას გადაცემს. რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემა არსებობს და სოციალურად დაუცველობის პრობლემა არსებობს საქართველოში და სახელმწიფო მაგასთან დაკავშირებით უნდა იზრუნოს და რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით რომ თვალების ახვევა ხوار გამოდის შენი კითხვა რაც იყო თუ ერთი პირველიდან მე-6 კლასამდე ბავშვებს თვალებს აუხვევ და არ დაანახე პირობითად იმას რომ ესენი სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან და არ აქვს ჩაცმის შესაძლებლობა და ასე შემდეგ ეგ ჩემს პრობლემა არც არის ანუ პირიქით ეგ ბავშვებს დაანახებს რომ ყველა ვართ ერთი ყველა ვართ ასე ვთქვათ თანაბარი არავინ არავის უკეთესი არ არის და ერთმანეთს უნდა უცეთ პატივი ისე როგორც საჭირო არის და ჩემი აზრით ეგ არის ანუ თვალის ახვევა გამოდის მაგრამ პატარებზე გამოდის პატარა ბავშვი გამოდის რომლებიც თავის საქციელებს ჯერჯერობით ვერ იაზრებენ და თავის ქონებას ვერ იაზრებენ მადლობა ლუკა თუ გინდა გეტყვი იმას რომ მე მაინტერესებს ამ ჩემ შეხედულებასთან რაც ბოლოს თქვი მაგასთან დაკავშირებით შენიას მოდი დროს ისე ჩავთავ ჩემი აზრით მაინც გამოდის ანუ თუნდაც უზრუნველყოს ხელისუფლება იმის რომ ფორმები ჩააცვას ერთ და იგივე ადამიანს ერთ და იგივე სკოლის მოსწავლეს ეგ იმ ფონს მაინც არ შეცვლის რომ სახლში როდესაც მივა სკოლის მოსწავლე ანუ სხვადასხვა ვიღაცას შექნება რომ მომლეტი მიირთვას ვიღაცას საერთოდ მშიერი მოუჭრევს რომ გაკვეთილების სწავლას მიხედოს რა და ამიტომ რეალურად მთავარი არის რომ ჩემი ხედვით რომ ამას მიეხედოს რომ რეალურად სკოლაში ბავშვებსაც მიდის ან თუნდაც იქაც სწორად იყვებოს და მათ შორის ერთიც არის რომ ზოგიერთ ბავშვი ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში ვერ იყვება თანხის გამო და ჩემი აზრით უკეთესი იქნება რომ ყვებაზე გაკეთებულიყო აქცენტი და ყველასთვის თანაბრად ყოფილიყო ხელმისაწვდომი ვიდრე ფორმებზე იმიტომ რომ ფორმები არ არის ჩემი აზრით მთავარი კრიტერიუმი და შეიძლება რომ განისაზღვროს დღევანდელად და ჩემი აზრით მაინც გამოდის თვალზე ახვევა თანარეობიდან გამომდინარე. რა მოდი რადგანაც ისევ სკოლასთან დაკავშირებით ვართ, სკოლასთან კიდე გეტყვი რომ ესეთი საჯელო თემა შემიძლია შემოვიტანო. საქართველოში სკოლებში მიღებული ცოდნით საკმარისია უნივერსიტეტში რომ მოხვდე. ეთახები თუ არა მოსაზრება 3 2 1 ჩემს და არ გაიყოფოდა აზრი. სამწუხაროდ არ გაიყოფოდა აზრი. მოდი შენ დაიწყე ახლა ნაკის ანუ ფაქტი არის და ამაში ვერავინ შეგვედავება რომ მე-12 კლასში აბიტურიენტები მასწავლებლებთან ემზადებიან
სკოლის გარეთ. ანუ სკოლის გარეთ ხდება იმ პროგრამის გავლა, რაც აქამდე 12 წელს განმავლობაში უნდა ისწავლა ადამიანს. 12 წელს არა, 6-დან 11 კლასამდე თუ სწორად მახსოვს. ამ ხნის განმავლობაში რაც ცოდნას ჰქონდა, რაც უნდა ესწავლათ, რაც უნდა გაიარათ ეს პროგრამა, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია და შესაბამისად მიდიან სხვა მასწავლებლებთან. ეს რა თქმა უნდა პრობლემა არის და ეს არის იმის მიზეზი რომ სკოლით ვერ შედიხარ ან სკოლის განათლებით ვერ შედიხარ უნივერსიტეტში და ჩემი აზრით ეგ არის თვითონ სკოლის პრობლემა რომ ვერ უზრუნველყოფს ადამიანებისთვის და ზოგადად მოსწავლეებისთვის რომ საკმარის ინფორმაცია მიაწოდონ ისე მიაწოდონ როგორც მათ სურს და არა ისე მოსაბეზრებლად და მონოტორულად როგორც აქამდე ხდება. სულწოდები ვიწოდე. მადლობა. ხო, საინტერესოა, მეც ვეთანხმები ლუკას რომ არ არის საკმარისი სკოლაში მიღებული განათლება და ამაში პირადი გამოცდილებაც მეხმარება რომ პირველად როდესაც უნივერსიტეტში მეც ჩავარიცხე პირველ კურსზე ქონდა ეგეთი რაღაცა ელექტროს უკავშირი რომ თუ სკოლაში ეს არის სწავლეთ. მათ შორის მე არ გამომიყენებია რეპეტიტორების დახმარება. მაგრამ ადამიანები თუ კი ხედავთ რომ რეპეტიტორების დახმარებას თითქმის 2-დან 1 ადამიანი მაინც იყენებს ეს მის მაჩვენებელია რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ჯერ ის რომ თუნდაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები გადალახო ამისთვისაც საკმარისი არ არის ხოლმე. და მე კიდევ იქ მოხვედის შემდეგაც იქ მიღებული ცოდნა რასაც სკოლაში ვიღებთ ის ზოგადი განათლებაც არ გვეხმარება კონკრეტულ პროფესიებზეც რომ გავაგრძელოთ უნივერსიტეტში სწავლა. ამიტომ ჩემი აზრით აი ეს საკმაოდ კიდე გამოწვევადი საკითხი არის და მათ შორის ის რომ 12 კლასის შემცირდეს და 11 კლასის გახდეს ეს ეს დრო ამომეწურა სამწუხაროდ ამაზე შეგვიძლია რომ მომავალში კიდე რაღაცა ერთი თუ კი მოგეწონათ მსგავს ფორმატი შეგვიძლია ასეთ თემებზეც ვისაუბროთ. კი ბატონო. მე ვთავხდებით ამ ყველაფერს და მეც აბსოლუტურად გეთანხმები და მკითხვა ამ მომენტისთვის ჩვენც ხშირად დისკუსიებთ ხოლმე სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის ამაზეც გვისაუბრია. მოდი მედიის ნაწილს მინდა რომ შევეხო. შენი აზრით საქართველოში მედია ობიექტურია თუ არა? 3 2 1 აქაც და იმაზე ამოშთით. მე დავიწყებ და გეტყვი იმას რომ მე კი არ ვფიქრობ რომ ობიექტური არის და ჩემი აზრით სრულებით სუბიექტური არის ყველა მედიას ვიცი სადაც ეხლა თუ სრულად ვარ ნაწილობრივ მაინც სუბიექტური არის მედია საშუალებები საქართველოში. ესეც ვფიქრობ რომ ვიცი რატომაც არის გამოწვეული იმ პოლიტიკური ფონის გამო და იმ კონკრეტული კანონების გამო რაც ამ პერიოდში 2024 წელს იქნა მიღებული მედია აქცია სუბიექტად. და მას ფიქრი დაიწყო არა ობიექტური და ობიექტური გაშუქება, არამედ სუბიექტური აზრების ან თვითონ კონკრეტულ თავზე მოუწია მტკიცება და რაღაცა ინფორმაციის გავრცელება. ამიტომ საკმაოდ ძალიან სუბიექტური არის და ამავდროულად სუბიექტობაში ირღვევა სანდოობაც. ირღვევა ისიც რომ ადამიანს არ ეძლევა საშუალება თავად გამოიტანოს დასკვნა კონკრეტული თემიდან და არამედ კონკრეტული ჟურნალისტის ან მედია საშუალების აზრზე მივდივართ. მეც თითქმის ამომეწურა დრო. კი ბატონო, მოკლედ მედიასთან დაკავშირებით ჩემი აზრი არის ასეთი, რომ სამწუხაროდ გეთანხმები ნიკუშა, რომ ამ პოლიტიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე მედია დაყოფილი არის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სუბიექტებად, სუბიექტურ აზრს აფიქსირებენ, არ არის რაღაცა ობიექტურობა შენარჩუნებული, არის ერთი მხარე, რომელიც მხოლოდ კარგ რამეებს, ასე ვთქვათ, აქვეყნებს და აშუქებს, რაც თვითონ აწყობს, არის მეორე მხარე, რომელიც იგივეს ანალოგიურს აკეთებს. არ არსებობს მესამე მხარე, რატომღაც და ძალიან რთულია, თუ არსებობს ძალიან რთულია მისი მოძებნა რა და უბრალოდ საინტერესო იქნებოდა და კარგი იქნებოდა თვითონ ჟურნალისტები და მედია საშუალებები გაიაზრონ ის, რომ უკეთესი იქნება გააშქონ ორივე მხარე და მიცენ არჩევანი საშუალება საზოგადოებას. ეს რაღაც მხრივ იქნება მათთვისაც მომგებიანი, უფრო მეტი ადამიანი უყურებს მათ და ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება, რომ არჩევანის უფლება ექნება. მოდი მეხუთე კითხვაზე სანამ გადავალთ, იქამდე ისევ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და გვერდში დაგვიდგეთ. ჩვენც ნელ-ნელა ვიწყებთ აგორაში გააქტიურებას და სხვა სახის ფორმატით ვიდეოებს შემოთავაზებთ, არა მარტო ონლაინ სივრცეში შეიძლება მალეც უკვე ოფლაინ თქვენი მხარდაჭერა იქნება პროცესში, რაც
გამოიხატება ზუსტად და გამოწერით და ლაიქებით, შეიძლება უფრო ბევრი უფრო მეტი საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ თემებზე და რას ისურვებთ ასევე შემდეგ თემებზე. მეხუთე თემას რაც შეეხება ქუთაისში, კონკრეტულად ქუთაისზე მაქვს ფეხით გადაადგილება უსაფრთხო არის. 3 2 1 ილება ქუთაისში დღეს არის ძალიან რთული და ამდენი წინააღმდეგობას აწყდები ხოლმე. მათ შორის დღეს ველოსიპედით მოზრაობ ძირითადად ქალაქში და ერთი პირველი რაც მთავარი გამოწვევა არის ქუჩის ძაღლები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, გამოყვენ, სანამ არ ვიდიხარ საკმაოდ აგრესიით და მათ შორის ცოტა ხნითაც კიც მიკმინა ხეზე ძაღლმა. ეს ძალიან დიდი გამოწვევა როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე მათ შორის ბავშვებისთვის ან საფრთხილო არის და იმერეთში არაერთი შემთხვევა იყო მათ შორის სოფის ცოტა გასულ წელს. ასევე კიდევ გამოწვევა არის ისიც, რომ ტრანსპორტი ძირითადად გაჩერებული არის ტროტუარებზე და გადაადგილება ძალიან რთული არის და გზები არის ძალიან დაზიანებული, ორმოები არის, სადაც ველოსიპედი შეიძლება ჩავარდეს, მაგრამ ეს ფეხით მოსიარულეს ნაკლებად უშლის გზას, მაგრამ მთავარი გამოწვევა ალბათ ფეხით მოსიარულეებს არის ასევე დაპარკინგებული მანქანები, რომლებიც ტროტუარებზე არის პირდაპირ. მე ამ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, ანუ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ვცდილობ და ვფიქრობ იმასთან დაკავშირებით, რომ ხო არ არის ხალხში რაღაცნაირად პრობლემა და თვითონ ხალხის აზროვნებასთან დაკავშირებით ხო არ არის პრობლემა. ანუ ამ საკითხს რომ მივუბრუნდეთ იდეაში, ხალხის პრობლემა ფიზიკურად ვერ იქნება. პირობითად რო ხედავ რომ ტროტუარზე არის დაყენებული მანქანა და ამას გავუსვამ ხას პარკინგის თემას. რომ მანქანას რო ნახავ რომ დაყენებული არის ტროტუარზე, რომ მიხვიდე და რა უთხრა რომ მაგალითად ნუ დააყენებ ტროტუარზე აქ უნდა გაიაროს ქვეითმან ასე შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკური იქნება მისი პასუხი, რომ სად უნდა დავაყენო, პარკინგი არის ძალიან მოშორებით, მე აქ ცხოვრობ, მე აქ გარაჟი არ მაქვს, ეზო არ მაქვს და ასე შემდეგ. ანუ ფიზიკურად ძალიან რთული არის. ეგ არის თვითონ სახელმწიფოს პრობლემა და თვითონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრობლემა, რომ პარკინგის სისტემა არ არის მოწესრიგებული ზოგადად ქალაქში. მე სამწეში ეთანხმები ლუკას. აქ შეგვიძლია გითხრათ, ჩვენი სპონსორი ხართ თქვენ, ვინც ზუსტად ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, გამოწერა არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ გეტყვით და ამ ვიდეოს დალაიქება. შეხვედრამდე. დროებით.